ბევრი ელოდა მამუკა მდინარაძის უფლებამოსილების შეკვეცას და მის თანდათანობით ნეიტრალიზაციას, მაგრამ ერთ დღეში არა მხოლოდ თანამდებობიდან, არამედ საერთოდ პოლიტიკიდან მისი გაშვება მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც. თითქმის ზუსტად 1 წლის წინ მდინარაძე პარლამენტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა. გენერლის სამხრეები მოირგო, შემდეგ ვიცე-პრემიერი და ჯერ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მოგვიანებით კი რეგიონული განვითარების მინისტრი გახდა. ეს იყო თავბრუდამხვევი აღმასვლა სახელისუფლებო და ძალოვან იერარქიაში. დღეს კი ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში საჯაროდ დებდა პირობას, რომ გუნდისთვის თავს გაწირავდა, ამ გუნდსა და პოლიტიკას საბოლოოდ დაემშვიდობა. ასეთი არაფერი მომხდარა. არც ისეთი არაფერი მომხდარა. 10 წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ გავიმეორე, პრინციპში მეგონა ვთქვი და რადგან ვერ გაიგეთ, სხვაც აღმოჩნდება ისეთი, ვინც ვერ გაიგებს და ამიტომ გავიმეორე. ოფიციალური ვერსია ასეთია, გადაწყვეტილება თავად მიიღო. წუხელ დიდხანს ესაუბრა ირაკლი კობახიძეს. დღეს დილით ბიძინა ივანიშვილს და ორივე დაარწმუნა, რომ მისთვის ასეჩებდა. მიზეზად შვილებთან მეტი დროის გატარების სურვილი დაასახელა. თუ გუნდს ძალიან დასჭირდება და სხვა გამოსავალი აღარ იქნება, მხოლოდ მაშინ დაბრუნდება. მანამდე კი შესაძლოა საკუთარი ძალები ბიზნესში მოსინჯოს. აქედანვე გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც გვერდებიდან შემოსვლას, რომ შემოჩოჩებას რო ცდილობენ ხოლმე პოლიტიკაში, ეს ჩემგან არ იქნება. ჩემი სტილი რომ არ არის, ალბათ ბევრი ამაში დარწმუნებული ვზანდებით. დიდი მადლობა გამოწვევა მიღებულია ბატონო პრემიერო. თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად ძნელი წარმოსადგენია, რამდენიმე კვირის წინ ადამიანი ასეთი ენთუზიაზმით იღებდეს მორიგ მაღალ თანამდებობას, ამბობს, რომ რეგიონებში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას აპირებს და ერთ დილას აღმოაჩინოს, რომ ოჯახთან მეტი დროის გატარების სურვილმა ყველა პოლიტიკური ვალდებულება და ამბიცია ერთბაშად გაუქრო. ამიტომ ეს უფრო გავს არა ნარნარად წასვლას, არამედ ივანიშვილის საფირმო მეთოდს. ქვეშევრდომს ჯერ სწრაფად დააწინაურებ, ძალაუფლების განცდა შეუქმნი, შემდეგ კი ისე გააქრობ, რომ საკუთარი პოლიტიკური სიკვდილის ნებაყოფლობით გამოცხადებაც თავადვე მოუწიოს. ივანიშვილის ვერტიკალში ინდივიდუალობის დაკარგვის საბოლოო ფასი სწორედ ეს არის. შენთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას უკანასკნელი იგებ და შემდეგ უსიტყვოდ ასრულებ. რა მოხდა სინამდვილეში ივანიშვილის უკიდურესად იზოლირებულ დახშურ გარემოში, დღეს დაზუსტებით ვერავინ იტყვის. ამიტომ მტკიცებების ნაცვლად რამდენიმე შეკითხვა უნდა დავსვათ. პირველი, მდინარაძის ასე მოცილება ხომ არ არის ირაკლი კობახიძის საყრდენების თანმიმდევრული ჩამოშლის ნაწილი? და თუ ასეა, რამდენი დრო დარჩა თავად კობახიძეს პრემიერის პოსტზე? ვიდრე ისიც ერთღამეს დიდი ფიქრის შემდეგ ოჯახისთვის მეტი დროის დათმობას გადაწყვეტს. მეორე, რა ბედიელის იმ ადამიანებს, რომლებიც ძალოვან ბლოკში, პროკურატურაში, სუსსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სწორედ მდინარაძის გავლენით მოხვდნენ. მის წასვლას კადრების წმენდა მოყვება თუ მათი სწრაფი გადაჯგუფება ახალი მფარველის გარშემო. მესამე, რა ბედიელის მდინარაძის სახელთან დაკავშირებულ რეპრესიულ მექანიზმებს, მათ შორის ეგრეთ წოდებულ სკრინინგის სამმართველოს, რომლის ამოცანაც საჯარო სივრცეში კრიტიკული აზრის აღმოჩენა და ჩახშობაა. ქრება მხოლოდ შემქმნელი თუ იწყება კობახიძისა და მდინარაძის მიერ შექმნილი უკიდურესად რეპრესიული სისტემის ტრანსფორმირება. მეოთხე, უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკნიდან გავრცელებულ პირველ წერილს, სადაც ის ამტკიცებდა, რომ ულტიმატუმებს სწორედ მდინარაძის სახელით უგზავნიდნენ. მდინარაძის ჩამოშორება ღარიბაშვილის წინააღმდეგ პროცესს დააჩქარებს, შეანელებს თუ პირიქით მისთვის ახალი მოქმედების სივრცეს გახსნის. და ბოლოს, ხომ არ უნდა ველოდოთ თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული ბიზნეს ჯგუფების რევანშს იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში ქართული ოცნების შიდა რეპრესიული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ სახედ იქცა. იმ წრეებში უკვე არიან ადამიანები, რომელთა საქმეებიც ტრაგედიით დასრულდა. ზოგმა უცხოეთში გაასრო და ახლა ბიზნეს ვინჩივის საქართველოში დაბრუნებასაც ვეღარ ახერხებს. რაელის ახლა რეგალიებისა და დაცვის გარანტიების გარეშე დარჩენილ გენერალ-მაიორს. ფიქრობს თუ არა იმაზე, რომ ივანიშვილის ყოფილი ჩინოვნიკებისა და მის სისტემასთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული პირების კარიერული დასასრულის ალგორითმი მას ციხის პერსპექტივას უფრო უქადის, ვიდრე ოჯახთან ერთად თანამდებობის გარეშე, მაგრამ მშვიდ და უზრუნველ ცხოვრებას. ასეთი მოულოდნელი გაქრობები აჩვენებს, რომ ივანიშვილის სახელისუფლებო ვერტიკალში თანამდებობა პასუხისმგებლობას კი არა, პატრონის დროებით ნდობას ნიშნავს. ხოლო ის, რაც ამ სისტემაში ნდობად იწოდება, ნებისმიერ დილას შეიძლება განაჩენად გადაიქცეს.
როდესაც გენერლის სამხრეებიდან და ვიცე-პრემიერობიდან ოჯახთან მეტი დროის გატარებამდე გზა ერთ ღამეში იკვრება, ეს სტაბილურობის ნიშანი არ არის. ეს ქაოსის, უნდობლობისა და არაპროგნოზირებადობის სურათია. რეჟიმისა, რომელმაც სხვების დასაშინებლად შექმნილი რეპრესიული მანქანა უკვე საკუთარი მსახურების წინააღმდეგაც მიმართა. ამიტომ მთავარი კითხვა აღარ არის, რატომ მოუწია მამუკა მდინარაძეს საკუთარი პოლიტიკური გარდაცვალების გამოცხადება. მთავარი კითხვაა, ვისი სახელით დაიწერება შემდეგი ასეთი განცხადება.